რომელი მზეს უმზირაგნებავ წითელი თუ ლურჯი? ლურჯი. მოხალული თუ მოუხალავი? მოხალული. მარილიანი თუ უმარილი? მარილიანი. დიჩე ფუთვაში თუ პატარაში? უნიტაზი. გამომართვი. ქალბატონო, ტრაკი. თუ შეიძლება, ახლა მაინც მომეცი ეს დაატირებული ტუალეტის კაღალდი. ქვაფუ კიგნებავთ თუ ჟატი? მოკლედ იმედია ჩემო კარგებო ეს ქალბატონი პრეზერვატივებს არ ყიდის ამ მაღაზიაში. საღამომშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით. ეთერშია ყველაზე მხიარული და სასაცილო გადაცემა ანეკდოტების რვეული. მე მისი წამყვანი ნიკა არაბიძე გახლავართ და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ტრადიციულად, რომ ჩვენი კომედია არხის და ამ გადაცემის ერთგული მაყურებელი ხართ. Добрый О, როგორ ახარ ვიდეო? კარად, მოდი აქ, მოდი. გამარჯვე ქალა. განსაში მოვალ მალე მეც. დიდი. ლავრატეჩ. შეცოს, ოდე ვინახავს სულ მიხარია. რატო? შევიცოლი რა არის მაგიტო? აბა შენ გენაცვალე. მარტო ეკი არა რამდენიმე გადაარჩინა მან. მე-6 ადგილის ჯერია. გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა, გისმენთ? სანთლები მჭირდება. კი ბატონო, უკანა ტანის თუ? დიახ, უკანა ტანის. ახლა მოგართმევთ. ნუ გემხერხულებათ ქალბატონო. თქვენი მისადა კარგი სანდალი გაქვთ, რომ ნამდვილად მოუხდება ის სანთელი. შევიგჯერა. არა, გეთახმებით მართლაც კარგი შანდალია. თან განსაკუთრებული სულ საწოლში რომ უნდა გედგას. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, ერთი ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. მოკლედ კაც შუბლზე ამოვიდა 100 და სასწრაფოდ გავარდა ექიმთან და გაესინჯა და ექიმს ეკითხება რა მეშველება ექიმო. ექიმი დაბრუნდა და ესე იგი რაც შეიძლება სასწრაფოთო სოფლიო უნდა ნახო და რაც ანახავია დაათვალიერო. რატო რა ხდება? სანამ გამოგეზდებაო. რასაც მოახერებ. მე-5 ადგილი ჯერია ეთერში. მოგიყვები და ღერდაბავსიო? მიდი. ჩვენთან იქ არის ვანში, თამაშობდი ფეხბურთს. ხო, მე ვიღავ. მეკარე ვიღავი, მეკარე, ხო და? ერთხელ მიო დაარტყა ბურთი ასე იმშობელ ძაღმა. მიო გავშალე ხელი ახლა. მოფტა ხელზე, მიო არ გარევიდა კუთხურზე. მალადე შენ. იგი ნამეტანი აფერისია ბიჭებო. რაბინისტრი იზავარე. ხელგაშლილი ვანელის საგინახია, მითხარი. აი რას ერჩიან ამ ადამიანებს მითხარი ამ ვანელებს რას ერჩიან რა. ხელგაშლი როგორ შეიძლება ასეთი რამის თქვა? მაგალითად ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ამასთან დაკავშირებით. სამარშრუტო ავტობუსით გზავრობს ვანელი, სადაც ზის, იმერლები, ქართველები, კახელები, ასე შემდეგ ჩამოვარდა ვანელებზე საუბარი და ყველა ლანძღავს ამალებს. ასეთი ძუნწები, დამწვრები, უპურმარილო ხალხი რაღაცები, ეს ვანელი ითმეს, ქუთაისამდე მოითმინა და ჩამოდის ქუთაისში და ჩამოვიდა და მიუბრუნდა ხალხს. არ გწხვენიათ ეუბნება, არ გწხვენიათ ვანელებზე ამას როგორ ამბობ. წავიდეთ ახლა ჩვენ ვანშიო, ძმაო, შევაბრუნოთ ეს მარშრუტიო, წავიდეთ ვანშიო და მივიდეთ და ნახავთ აგერ რა პურმარილი გაშალოს ჩემო ბეზობელმა კოლიამ. მე-4 ადგილი ჯერია ჩვენს ეთერში.
ერთი ნახვით შეყვარების გჯერა თუ თავიდან გები არ გამავიარო. შენ გენაცვალე თავიდან ნუ დაიწყებ არ უყარხარ შეიძლება მაგრამ თლად თავს ნუ შეაძულებ. მესამე ადგილი ვნახოთ. არა როგორც ჩქარა ლაპარაკობენ ისე თუ დარბიან ესენი და დედა აქ ნატირები იმ კაცს. ერთი ანეკდოტი კიდევ მეც მინდა მოგიყვეთ. ნუ ცოტა ისეთი სოფლელი ასე რომ ვთქვათ ცოლ-ქმარი მიდის ექიმთან და ნუ შეშივლეს ექიმს რომ შვილი არ გვყავსო და ექიმი ეკითხება სექსი რამდენჯერ გაქვთო? ბატონო სექსი რამდენჯერ გაქვთ? რაზე გვეკითხები ვერ გავიგე. ნუ ექიმმა ცოლს უთხრა გაიხადეო და იქვე და მერე ქმარცეურებ აი რაც ახლა მოხდაო აქო ეს კვირაში ორჯერ სამჯერ უნდა გქონდეთო გასაგებიაო კიო ეს ქმარეუნება გასაგებიაო და აქ მოგიყვანოთ ჩემი ცოლიო თუ თქვენ გამოგვივლეთ ხოლმე საქმე მეორე ადგილი შესაძლოა გამარჯობათ. გამარჯობა. მოქალაქე. გისმე. ავტომობილი აყენია იქ, სადაც ავტომობილის გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ გამოვუწევთ ეხლა საჯარიმო ქვითარს და მანქანა გადაყვანილი იქნება საჯარიმო სადგომზე. უკაცრავად უпросто სად გადაიყვანთ? საჯარიმო სადგომზე. აი მაშინ ფოს მივეყუდები. არა აზრი არ აქვს ახლა ყველა გაჩერებული მანქანა რო დააჯარიმოთ გაქცეულსაც მიეყუდება ეს ხო ვიცი და იზღად აქვს შენია ჩემოკარგებო ვნახოთ პირველი ადგილი გამარჯობა. გაგიმარჯობა. თავისუფალი ხარ ჩემი ძმა? ის ბაუ. მისმინე? ხო. სოფელში მაქვს რაღაცა წასაღები და წაგვაღებინებ ბიჭებს? ფული გადაიხადე, შენ რა ვარ წაგაგები. ფულს გადავიხდი, კი. ის ბაუ, არა. მისმინე სიდანიები იწევა? ი, კაცო, რა ვარ. ეს ხო იხდება საბარგული. აი, კი, ახლავე, აგა. აბა მიდი შეგენაცვალე რა. აგი რა ია, ბიჭო? არაფერ, შემიძლია ეს ბიჭო ბაბუა ჩვენია, სიმო. ბაბუა ჩვენია, ბიჭო და. რა, ბიჭო. შენ რომანია? შენ აქედა მოუჯექი, ბიჭო. ო ბიჭო, ეს. დავით. შენ აქედა დაჯექი ჩემი ძმა. მე აგერ წინ დავშდები და ეს კაი კაცი ჩვევს აგერ პატივს და აგვაყვანინებს.
აქედან ცი ჩემი ძამია, აგერა ამას საქმეთან გამიჩერე, უკრო კაცი. ახლა ო და აქედან მე სოფელში ჩემთან ავასვენებ, ჩემო ძმაო, ხელი. ო, კაი კაცი, ძმაო, უკრო კაცი. ეგი ხარ, ძმაო, და სულ სიკები შეგანებს, ჩემო ძამია. ეთი, მოგვეხმარე, შეგენაცვალე რა. ზამია, ხედა მოგვეხმარე და ნელა თავი დაუჭი. მასე გამოაწექი. კაი კაცი. მოდი აგე ჩემი ძმა, მოდი. იქიდან მოუვალ, შენ იქიდან. იქიდან. მას, კაი კაცი. მედი. მას. ოცა აგე დაასვენეს ნუ აგე. მას. გაასვენა მაგანა ბიჭო. აი, ესე ავიდეთ, შენ მე ბიჭო. ბიჭო. მოეცეთი ამ კაცს. მოეცადე ოქრო კაცი დამელოდე შენ. შეგეიხარი, ჩემუძამია. აგე რა, 10 ლარი და დიდი მოლობელია. გენაცვალო ჩემი თავი, ძმაო, კაი კაცი ხარ, ოქრო კაცი ხარ. ეგ არის, ბიჭო. ეგე ბიჭო 10 ლარია, ბიჭო. მე რა ბიჭო 10 ლარი რო აქვს, დარი ამოგაყვანია, ძამი ამ ხელაგზაზე 10 ლარს მაძლე. ბიჭო, კუდარი რო ამოყვანინე, ძმაო, მაგიტო გაძლევ 10 ლარს თუ არა. ცოცხალი რო იყო, ძამი ეგანა ლანახრო დამოდიოდა, იცი? ეთქენი დარი კაცკენი ცოცხალი. რეიცა, ბიჭო, რეიცა. რას გეტყვი თუ იცი დროზე ჩაიდევე ეგ 10 ლარი ჯიბეში სანამ შენ გაგასვენებიე ცხოვრებული მოკლედ შემოკარგებო დრეისათვის სულ ეს იყო მე დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს რომ საინტერესო და ხიარული გადაცემა მოგვიმზადეს და საუკეთესო სურვილებით მინდა დაგემშვიდობოთ ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ისევ აქ ისევ ამ ადგილას შევხვდებით კარგად სანდებოდეთ